წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი ღვთის სასუფევლის შესახებ. ამა სოფლის მოყარე ადამიანებმა, მთელი სულით მიწიერ ცხოვრებაზე მიჯაჭვულებმა, გაცნობილებმა საღვთოს ჯულთან ზედაპირულად, მისი მხოლოდ გარეგნული შესწავლით, უცხოებმა საღვთოს ჯულისათვის, სულით, გულით, ცხოვრებით, მათი საქმეებით, ერთი სიტყვით ფარისევლებმა ჰკითხეს უფალს. ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაი. რა თქმა უნდა შეკითხვა დასმული იქნა არა გულის სიწრფოებით, არა კეთილი მიზნით, იგი დასმული იქნა ზედაპირულად. ცნობის მოყარეობისაგან გაეგოთ თუ რა პასუხი შეუდგებოდა მას. ზაკვარი და უკეთური ფარისევლები იმედოვნებდნენ, რომ უფალი მისცემდა მათ საბაბს მისი იოლი ბრალდებისათვის. ჰქონდათ რა წარმოდგენა შექმნილი მესიაზე, როგორც ბრწყინვალე მეფესა და სახელოვან დამპყრობელზე, ხედავდნენ რა მესიას გლახაკიმ წირის სახით, რომელსაც არ გააჩნდა თავის მისადრეკი ადგილი. ფარისევლებმა დაუსვეს შეკითხვა. ფარავდნენ რა ამით დაცინვას და მასში გამოხატეს თავიანთი ხორციელი ზრახვა, რომელიც მტერობაა ღმრთისა. უფალმა გასცა პასუხი, რომელიც გამონაკლისის გარეშე შეეფერება ყველა ხორციელ ადამიანს. ამასოფელს რომ მიჯაჭვულა და ცოდვილ ცხოვრებას ატარებს, განუწყვეტელ ამასოფლიურ ზრუნვებსა და მატერიალურ სიამოვნებებში. ღმერთკაცმა ფარისევლებს მიუგო. არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაი ზმნით. ესე იგი სასუფეველი ღმრთისა არ მოვა გრძნობადი თვალებისათვის შესამჩნევი გზით. არცაც თქვან აჰა აქა, ანუ იქი. აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქვენსა არს. ეს ნიშნავს უნდა დაუტევოთ ხორციელი და ცოდვილი ცხოვრება. შემდეგ სინანულისა და სახარებისეული ცხოვრების მეშვეობით განვიწვინდოთ და შევამკოთ სულის ტაძარი, რის შემდეგაც სული წმინდა მოიხილავს მას. აღასრულებს საბოლოო განწმენდასა და შეამკობას. ასეთ ტაძარში გარდამოდის ღმერთი და აფუძნებს მასში თავის სულიერ, უხილავ, მაგრამ ამავე დროს სავსებით საგრძნობსა და შეცნობად სასუფეველს. ვინც თავის თავში ღვთის სასუფეველი შეიწყნარა, მას შეუძლია ჰქონდეს ცხადი წარმოდგენა ღმერთკაცის მეორედ მოსვლის შესახებ. მას შეუძლია იცნოს ანტიქრისტე და გადაურჩეს მას ან წინააღუდგეს მას. ხოლო ვისაც საკუთარ თავში ღმრთის სასუფეველი არ შეუწყნარებია, იგი ვერც იცნობს ანტიქრისტეს. იგი გარდაუვლად, მისთვის გაუგებარი გზით, მისი მიმდევარი შეიქმნება. იგი ვერ იცნობს სოფლის მოახლოებულ აღსასრულსა და მოწევნულ ქრისტეს საშინელ მეორედ მოსვლას. იგი ჰპოვებს მას განუმზადებელს. არანაირი ადამიანური სწავლება, არანაირი სწავლება სიტყვითა და სიტყვებით არ არის საკმარისი იმის სასწავლებლად, რაც ჯულის საუნჯეში მოითხოვს სწავლებას, სწავლებას თვით ღმრთისაგან. საკუთარ თავში ღმრთის სასუფეველის მომხვეჭელს ხელმძღვანელად ყავს სული წმინდა, რომელიც მის მიერ მიძღვანებულ ადამიანს ასწავლის ჭეშმარიტებას. არ უშვებს მას მოტყუებულ იქმნას სიცრუით, რომელიც იოლით ცდუნებისათვის ჭეშმარიტების აჩრდილებით იმოსება. ძალზე სწორად თქვა ერთ-ერთმა ნეტარმა მონოზონმა ანტიქრისტეზე საუბრისას. მრავალნი ირწმუნებენ ანტიქრისტეს და განადიდებენ მას როგორც ძლიერ ღმერთს. საკუთარ თავში ღმრთის მომხვეჭელნი და გულით განათლებულნი იხილავენ ჭეშმარიტებას წმინდა სარწმუნოებით და შეიცნობენ მას. ყველასათვის, ვისაც ღმრთის მხილველობა და ღმრთის მეცნიერება ექნება, ცხადი იქნება ანტიქრისტეს გამოჩენა,
ხოლო ვისაც გონება მარადის ამასოფლის საზრუნავებში ექნება და ეყვარება მიწიერი, მისთვის ყოველივე ეს გაუგებარი დარჩება. რამე თუ მიჯაჭვულნი არიან ამასოფლის საზრუნავებს. სიტყვაც რომ ისმინონ არ ირწმუნებენ მას, არამედ პირიქით მოიძულებენ ამ სიტყვებს. ამ სიტყვის მქადაგებელს ისინი ჩათვლიან გადარეულად, ღირსად მხოლოდ უგულებელყოფისა და სიბრალულისა. თავისი დაცემული აზრთა წყობით დაბნელებულ კაცობრიობას საერთოდ არ ექნება ქრისტეს მეორედ მოსვლის რწმენა. რამე თუ მოიწინენ უკანასკნელთა დღეთა მეკიცხვარნი, გულის თქმისაებრ თვისისა მავალნი და იტყოდიან, სადა არს აღთქმაი იგი მოსვლისა მისისაი. რამე თუ ვინაიდან მამათა შეისვენეს ყოველივე ესრეთ გიეს და საბამიდან დაბადებისაით. როდესაც ფარისევლები განეშორნენ უფალს, მაშინ მან უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნიშანი სოფლის აღსასრულისა იქნება არაჩვეულებრივი მატერიალური განვითარება. ადამიანები დაივიწყებენ ღმერთს, დაივიწყებენ ზეცას, დაივიწყებენ მარადისობას და თავიანთ ცდომილებაში, თითქოს და მარადიულნი მიწაზე, მთელ ყურადღებას მიმართავენ მიწისაკენ, რათა მასზე მოუპოვონ საკუთარ თავს ამაღლებული და უცვალებელი კეთილდღეობა. რა შეიძლება იყოს ამ მიმართულებაზე უფრო უგუნური? არ მოწვევს განა სიკვდილი, რომელიც ეწია და გამუდმებით ეწევა ყველა ადამიანს, რომ ჩვენ შექმნილნი ვართ მარადისობისათვის, რომ მიწაზე ჩვენ ვართ ძალზედ ხანმოკლე მწირები, რომ ამ მიზეზით მარადისობისათვის ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს უმთავრესი და უმეტესი საზრუნავი, ხოლო მიწიერი საზრუნავი უნდა იყოს ძალზედ ზომიერი. მიუხედავად ამ მიმართულების უგუნურებისა, იგი გამოჩნდება ღმრთაებრივი წინასწარმეტყველის გარდაუვალი აღსრულებისათვის. ხოლო რადგანაც იგი გამოჩნდა, მაშინ ღმრთის სიტყვის მტრად მყოფი ჩვენთვის წარმოადგენს ღმრთის სიტყვის ჭეშმარიტების ერთ-ერთ უცხადეს მტკიცებულებას. ვითარცა იყო დღეთა მათ ნოესათა გვაუწყა უფალმა, ეგრეთ იყოს დღეთა მათ ძისა კაცისასა. ძე კაცისას დღეები ეწოდება იმ დროს, რომელიც წინ წარუძღვება მის მეორედ მოსვლას და დასრულდება მისი მეორედ მოსვლით, რაც დასაწყისია მარადიული, დაუღამებელი დღისა და დასასრული ჟამისა და ჟამთა. დასრულდება დრო იმ მოვლენებთან ერთად, რომლებითაც იგი აღინიშნება. აღარ იქნება დრო, როდესაც დღეც, ღამეც, დილაც, მწუხრიც, კვირებიც, თვეებიც, წლებიცა და ასწლეულებით შეიცვლება ერთი მარადიული დღით. ვითარცა იყო დღეთა მათ ნოესათა, ეგრეთ იყოს დღეთა მათ ძისა კაცისასა. ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განქორწინებდეს, ვიდრე დღემდე შესვლისა ნოესა კიდობნად და მოიწია წყლით რღუნაი და წარწყვი და ყოველნი. და ეგრეთვე ვითარცა იყო დღეთა მათ ლოთისათა. ჭამდეს და სუმიდეს, იყიდეს და განჰყიდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს. წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ნოეს თანამედროვეები და ლოთის თანამოქალაქეები უზომოდ გარყვნილებას მიეცნენ. გარყვნილება იშვება ღმრთისაგან განშორებით, მთლიანად მიწიერი საზრუნავებისა და მატერიალური განვითარებისაკენ მიქცევით. საცცალია ღმერთზე ფიქრისათვის, საცცალია საკუთარ ცხონებაზე ზრუნვისათვის იმ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით მხოლოდ და მხოლოდ მიწიერი საქმეებითა და მატერიალური განვითარებითაა დაკავებული. მაგრამ ყოველი ადამიანი, რომელიც აზრუნავს ღმრთის შემეცნებასა და საკუთარ ცხონებაზე, რომელიც მთლიანად დაკავებულია თავისი ხორცისათვის, დროებითი მდგომარეობის მოწყობით, ანვითარებს თავის დაცემულ ბუნებას. თავის უნივთო სულს ხდის თითქოს და ნივთიერს, ბნელდება, ხდება უცხო ღმრთისათვის, ხდება მთლად ცოდვა, მთლად ხორცი. უარი ყოფა ღმრთისაგან, როგორც სრულიად გამანადგურებელი საკუთარ თავში იმ მიზნისა, რომლითაც იგი შემოქმედმა არა არსისაგან ყოფად მოიყვანა. არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის მათისა ხორცს, თქვა უფალმა ნოეს თანამედროვეებზე. საყოველთაო გარყვნილება მის მშობელ უხ მატერიალურ განვითარებასთან ერთად იქნება ნიშანი სოფლის აღსასრულისა და ქრისტეს საშინელი სამსჯავროს მოახლოებისა.
არა მხოლოდ ავხორცობა იბატონებს მაშინ, გარყვნილება ამ სიტყვის ფართოს მნიშვნელობით კაცობრიობის საკუთრება შეიქმნება, მისი კაცობრიობის დედამიწაზე ყოფნის ბოლო ჟამს. იყვნენ კაცნი, ამბობს წმინდა მოციქული პავლე თავის მოყვარე, ვერცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა დედის ურჩ, უმადლო, უღირს, უყვარელ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, კეთილის მოძულე, შინა გამცემელ, აღზავებულ, გულის თქმის მოყვარე უფრო ის, ვიდრე ღმრთის მოყვარე. აქ უნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარყოფდნენ. ცოდვა მიაღწევს თავის სრულ განვითარებას და მით უფრო საშინელი იქნება იგი, მით უფრო ძლიერი იქნება მისი ბატონობა, რადგანაც შენარჩუნდება ღვთის მსახურების ნიღაბი. ვინ შეძლებს მიხვდეს, რომ ამ გარეგნულად აყვავებულ ღვთის მსახურებაში მომსპარია მთელი მისი არცი, მთელი მისი ძალა. ასე მომსპარი იყო იგი იუდეველთა რელიგიაში ქრისტეს დროს, რისი მიხვედრაც ვერ შეძლო ხალხმა. რისი მიხვედრად ვერ შეძლო ვერც მწიგნობრებმა, ვერც ლევიტელებმა, ვერც იუდეველმა მღვდელმთავრებმა, აღზევებულებმა თავიანთი სწავლულებითა და ცოდნით. მაგრამ ეს სწავლულება და ეს ცოდნა მდგომარეობდა საღვთო ჯულის მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული შესწავლაში. მაშინ როცა ცხოვრება მათი იყო ღმრთის მცნებების საწინააღმდეგო. ასეთი ცხოვრება მკვდარს ხდის რწმენას. კაცობრიობა ვერ დაინახავს თავის სავალალო მდგომარეობას ზნეობრივ და სულიერ მიმართებაში. იგი საწინააღმდეგოდ ამისა იქადაგებს თავის წარმატებაზე. იქნება რა დაბრმავებული მატერიალურ განვითარებაში წარმატებით, დროისა და მიწისათვის, უარყოფს რა ქრისტიანულ განვითარებას სულისათვის, მარადისობისათვის, ღმრთისათვის. როდესაც ამასოფელი იქადაგებს და ქებას შეასხამს საკუთარ წარმატებას, უმაღლესი კეთილდღეობის დამკვიდრებასა და უცვალებელ მშვიდობას, მაშინ მეხსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსვლელი. მაშინ მოულოდნელად დადგება სოფლის აღსასრული, რომლის მოლოდინიც მას, ამას სოფელს, დაბნელებულსა და მიწიერი წარმატებით დამთვრალს სრულიად არ ექნება. ამას სოფლის სიბრმავისა და გამო დღე იგი უფლისაი ვითარცა მყარავი ღამისაი მოიწევს. მიუთითებდა რა ამ სიბრმავეზე უფალმა თავისი მოსვლის ჟამს ღამე უწოდა. რაღა მნიშვნელობა ექნება ღმრთისათვის ამას სოფლის არსებობას, როდესაც ამას სოფელი, ესე იგი კაცობრიობა, სრულიად უარყოფს იმ მიზანს, რომლისთვისაც მიეცა მას ღმრთისაგან ამ ქვეყნად მწირობა. როდესაც იგი ამ წირობისათვის აირჩევს თვითნებურ, აზრმოკლებულ მიზანს. ამ მიზანს უკვე ირჩევენ. ამ მიზნისას ხანმოკლე მიწიერი ცხოვრება მიიჩნევა მარადისობად. სულისა და სხეულის ყველა ძალებს ადამიანი ხარჯავს არათუ მარადისობისათვის მოსამზადებლად, ისინი იხარჯებიან მსხვერპლად ეწირებიან აუხდენელ, უაზრო ოცნებას. იხარჯებიან ისინი ამაღლებული ხორციელი კეთილდღეობისა და ნეტარების მოსაწყობად მიწიერ სასტუმროში. ჩვენ საპყრობილეში, თითქოს და ყველაზე მყარ და მარადიულ საცხოვრებელში. სასტიკად ატყუებს ცრუ ოცნება თავიანთ მიმდევრებს. ექცევა მათ როგორც უმოწყალო მტარვალი, როგორც უბოროტესი დემონი. იგი დემონია. არაფერი არ შეიძლება იყოს მასზე უბოროტესი. არაფერი არ შეიძლება იყოს მასზე მზაკვარი. იგი დაცინვაა დაცემული სულებისა, ადამიანებზე. ატყუებს დამღუპველი ოცნება ადამიანებს მთელი მათი მიწიერი ცხოვრების გზაზე. ღალატობს მათ ცხოვრების მიწურულს, აყენებს მათ რეალობის წინაშე. ტოვებს ხელცარიელებს. ისინი აბიჯებენ მარადისობაში სრულიად მოუმზადებელნი მისთვის, სრულიად გაუცნობელნი მასთან. ეს არ კმარა. ისინი აბიჯებენ მარადიულობაში აქვთ რა შეთვისებული სრულიად მტრული განწყობა, მისი სულიერი სიკეთეებისა და მასში საკუთარი კეთილდღეობისადმი. სად არის ადგილი დროის საზღვრებს მიღმა ასეთი სარეველებისათვის? არ არის და არც შეიძლება იყოს მათთვის სხვა ადგილი სამყაროში თუ არა ჯოჯოხეთის უფსკრული. იქ უნდა დაიფარონ ისინი სამყაროს თვალთაგან.
სოლოვკის მონასტრის მონაზვნები გადმოგცემენ ღირსი ზოსიმეს პასუხს, რომელიც ბერმა თავის მოწაფეებს გასცა, როდესაც მას კითხეს იმის შესახებ, თუ როგორ იცნონ ანტიქრისტე, როდესაც იგი გამოჩნდება. ღირსმა მამამ მიუგო. როდესაც გაიგებთ, რომ მიწაზე მოვიდა ან გამოჩნდა ქრისტე, მაშინ უწყოდეთ, რომ ეს ანტიქრისტეა. ძალზეც სწორი პასუხია. სოფელი ანუ კაცობრიობა ვერ იცნობს ანტიქრისტეს. იგი აღიარებს და გამოაცხადებს მას ქრისტედ. აქედან გამომდინარე, როდესაც განითქმება და გავრცელდება ხმა ქრისტეს მოსვლის შესახებ, მაშინ ეს იქნება სარწმუნო ნიშანი, რომ გამოჩნდა ანტიქრისტე და დაიწყო მისთვის განჩინებული და დაშვებული მსახურების აღსრულება. ღირსი ზოსიმეს პასუხი ეფუძნება მაცხოვრის სიტყვებს. სოფლის მაცხოვარმა აცნობდა რა თავის მოწაფეებს ნიშნებს, რომლებიც მაუწყებლები იქნებიან მისი მეორედ მოსვლისა, თქვა: მაშინ უკვე თუ ვინმე გრქუას თქვენ, აჰა აქა არის ქრისტე გინა თუ იქი, ნუ გრწამნ. უკვე თუ გრქუან თქვენ, აჰა უდაბნოსა არს, ნუ გახვალთ. აჰა ესე რა საუნჯეთა, შინა არს, ნუ გრწამნ. რამე თუ ვითარცა ელვაი რაი გამობრწყინდეს მზისა აღმოსავალით და ჩან ვიდრე დასავლადმდე, ეგრეთ იყოს მოსვლაი ძისაკაცისაი. ზედმეტი და შეუძლებელი იქნება ადამიანებისათვის გადასცენ ერთმანეთს ამბავი ძეღმრთისას მოსვლის შესახებ. იგი გამოჩნდება მოულოდნელად. გამოჩნდება მისი ყოვლად შემძლეობით, მთელი კაცობრიობისა და მთელი ქვეყნიერეთის წინაშე ერთდროულად. მეცნიერთა წინააღმდეგობა, რომ შეუძლებელია ძეღმრთისას მთელი კაცობრიობის წინაშე ერთდროულად გამოჩენა, დედამიწის ბუნებრივი სფერული მოწყობისა და გამო უსაფუძვლოა. თუკი ყოვლის შემძლე ღმერთმა დედამიწასა და მთელი სამყაროც არა არსისაგან ყოფად მოიყვანა მისი ყოვლად ძლიერი და ყოვლად ბრძნული ბრძანებით, არ საჭიროებდა რა მეცნიერებთან წინასწარ ბჭობას, მან ნუ თუ ვერ შეძლებს იგი იმავე მიზეზით, მისი შეუზღუდავი ძლიერებითა და სიბრძნით გამოუჩნდეს კაცობრიობას ერთდროულად. თუნდაც ხერხი ამის აღსრულებისა იყოს მიუწვდომელი, როგორიც უნდა იყოს კიდეც იგი ამასოფლის მეცნიერთათვის. მოვა უფალი, თქვა წმინდა იოანე დამასკელმა, ისევე როგორც წმინდა მოციქულებმა იხილეს იგი აღმავალი ზეცად. მოვა სრული ღმერთი და სრული კაცი, ძალითა და დიდებითა. დაენურავინ მოელის მას ქვეყნისაგან, არამედ თითოეული დაემოელოდეს მას ზეციდან, როგორც ეს თავად მან დაამოწმა. სიტყვა სოფლის აღსასრულისა და მისი მეორედ მოსვლის შესახებ უფალმა დაასრულა შემდეგი დამოძღვრითა და მცნებით. ეკრძალენით თავთა თქვენთან უკვე დამძიმდნენ გულნი თქვენი შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვით ამა სოფლისათა და მეხსეულად მოიწიოს თქვენზე და დღე იგი, რამე თუ ვითარცა საფრხე, მოუხდეს მხდომარეთეზე და პირსა ქვეყანისათა. უფლის ამ სიტყვებში, უფლის ამ დანაბარებში, ამ რჩევაში, მის ამ ცნებაში იკრძალება ხორციელი გაშვება და ზედმეტობა მიწიერ საზრუნავებზე. რაც ყველაფერი ერთად გარდაქმნის ადამიანს სულიერისაგან ხორციელად და ნივთიერად. აიძულებს ღმრთისა და მარადისობის დავიწყებას. იზიდავს ყოველგვარი ცოდვით დაცემისაკენ. გულში, რომელიც არ შემოზღუდულა და არ დაბეჭდულა ღმრთის ხსენებითა და ღმრთის შიშით, ადვილად შედის ყველა ვნება. შედის მასში ზნეობრივი წყდიადი. შედის მასში ღმრთის უმეცრება. ადამიანისათვის, რომელიც ცოდვილ ცხოვრებას ატარებს, გაბრუნებულნი და გატაცებულნი არიან მისით, უფლის მეორედ მოსვლა მოიწევს როგორც ბადე. მოიცავს ეს ბადე მთელ კაცობრიობას. გაქცევას, თავის დაღწევას ვერავინ შეძლებს. უწყით რა ყოველივე ეს და ვიყოთ გამუდმებულ ღვიძარებაში. თუკი ღმერთს შეურდებით ხშირი, განუწყვეტელი, ლმობიერებითა და გლოვით აღსავსე ლოცვით, თუკი მოვიხვეჭთ და განვამტკიცებთ ჩვენში ღმრთის სასუფევლის, ღმრთის ნების თანახმად ცხოვრებით, მაშინ შევძლებთ თავი დავაღწიოთ ცოდვისა და სოფლის მპყრობელის, ანუ სატანის საკურელებსა და მახეებს. მაშინ შევძლებთ შეწყალებისა და ცხონების სასოებით წარსდგეთ პირუთვენელი მსაჯულის წინაშე, რომელიც გადაწყვეტს ჩვენს ხვედრს მარადისობაში. ამინ.